ვეფხისტყაოსნის სულის მეტყველება ასე ჰქვია გამოფენას, რომელსაც სამხატვრო აკადემიის საგამოფენო სივრცე მასპინძლობს. წარმოდგენილია ვალერი მიქავას შემოქმედება. მხატვრის პერსონალურ გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი 85 ნამუშევარს ნახავს. ავტორის თქმით, ეს არის შოთა რუსთაველის პოემის ახალი სულიერი და ვიზუალური ინტერპრეტაცია. პოემის თემატიკაზე შექმნილი ილუსტრაციები საგამოფენო სივრცეში 8 აპრილის ჩათვლით იქნება გამოფენილი. თვითონ კონცეფცია ის იყო, რომ გადმოცემულიყო სულიერი მხარე ვეფხისტყაოსნის და არა ფიზიკური მხარე. ცდელობა გვაქვს ყოველ შემთხვევისათვის. ამიტომ ეს არ მოსულა უბრალოდ ჩემი გამოგონება არ არის, წაკითხული მაქვს სხვადასხვა ენათმეცნიერების მიერ ნამუშრომლები აქვთ დაუშვათ და ფერის თეორია, აქვთ სახის მეტყველება და გამომდინარე იქიდან დავინახე, რომ ვეფხისტყაოსნში არ არის ისე როგორც მე მეგონა ეს ყოველ შემთხვევისათვის. არ არის ფიზიკური მხარე მარტო, არის არა მარტო კი არა, არის მთავარი სულიერი მხარე. როგორ უნდა განვითარდეს ადამიანი აი ამ ნაწარმოების მიხედვით.